ჩამოვედით ალაზნის პირას. აი აქ ხო უბრალოდ ტყე. ვერ შეხვიდოდი დიახ. და მე მაგალითად ბავშვობაში სათამაშოების მაგივრად ანკესები მქონდა. ჩემი გაშვებული რაც არის 450 კობრია. ამას ცოცხლად თუ გადაყლაპავ. მე მგონი ამ ხელამე ჯერ არაფერი არ დამიჯერია. რა კაცი, თავისი ულვაშები რო აქვს. ატა ვერ შეძუდა ძებსაო. არასკევია დღესაო, მადლობა. ლევან, როგორ გძანდეს? ხო ხარ მაგარ. კარგად. გაუმარჯოს. კარგად, შემოდიალე. თავად. ლევან, დღეს რა გვაქვს გეგმაში? ეს რა გვაქვს გეგმაში. ესე იგი, ეხლა მივდივართ საამურის ტბა არის. ეს ტბა გააცოცხლა ჩვენმა მეგობარმა სადღაც 3-4 წლის წინ. დიახ. და გააკეთა სპორტული ტბა და ისეთი სამყარო გააკეთა, რომ აი გესიამოვნება შეგმიწროშე. და მოაწესრიგა ალაზნის ჭალების განაპირად არის საზრდოობს ეს ტბა ალაზნის არხებით და რავი ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან დიდი კობრები ყავს. ვაუ, საინტერესო იქნება. კი, ჭანარი ყავს, კობრი ყავს, ლოქო ყავს. დღეს რა პრინციპითაც ვაპირებთ თევზაობას, რა ხქვია ამას? მე მახსოვს წინა ჯერზე წალკაში როცა ვითევზავეთ, ბაში ვითევზავთ ფიდერით. ანუ ყვებავდით და ისე თევზაობდით, ხო? და დღევანდელი ნადირობა? თევზაობა იქნება freestyle feeder-ი ქვია, freestyle method feeder-ი, ანუ სულ რაღაც რამოდენიმე წელია რაც ფეხია იდგა. ო, რა საქართველოში წელს დავიწყეთ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება ამ მიმართულებით. აბა ყველაფერში პიონერები ვიყავით. მეთოდის და მეთოდ საკვებურები არსებობს, ანუ ამ საკვებურების და ერთობლიობა არის და ანუ რაც შეზღუდვები არის, რაც ფიდერში არ არის და ასე შემდეგ. მაგას ადგილზე ვნახავ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ საინტერესო დღე გველის. კი, გაგვაცნობენ ბიჭები წესებს და დარწმუნებული ვარ, რომ მაგრად ვითევზავ. ჩამოვედით ალაზნის პირას. იცი როგორი სტაბილიზება მჭირდება, რომ მიუხედავად იმისა, ისიც კი რომ გადავდოთ, რომ ულამაზესი ხეობა არ კი არა და ველი ალაზნის ველი ულამაზესი არის. მე მგონია, რომ ამ დინარეს კახეთისთვის განსაკუთრებით რაღაც საკრალური დანიშნულება აქვს რა და ძარღვია რა, მოდი ეს ალაზანი არის ცენტრალური არტერია, ხო რა. აი აქ ხო უბრალოდ ტყე. აი ვერ შეხვიდოდი დიახ. და თენგო გაწმინდა გაასუფთავა რაღაცა. მოდი ალაზანზეც გადავიხედე. გადავიხედე 50. როგორც გითხარით, ეს დამშრალი იყო და თენგო აღადგინა ეს სვიმები მეთევზეებისთვის გაამზადა. ეს მეთევზეები, ეს ხეებიც არ იყო თვითონ დარგო, ეს ყვავილები, რა ვიცი, ხეები, ყველაფერი მოაწესრიგა. ეთყობა, რომ აი თითოეულ დეტალზე ნაფიქრი არის რა, როგორ სათხე უნდა იყოს, სად შეჭრილი უნდა იყოს, ეს გადასარავი შვენი. აი თვითონ უფრო კარგად მოგვიყვება ეხა ჩამოვა. ხო, ამ ძალიან დიდი ისტორია ამ ადგილს თვითონ და ჯობია თენგო მოყვეს. მე რამდენადაც ვიცი,
სურვილი გაგიჩნდა დღესდღეს რომ ჩარჩოებში მოგექცია ეს ყველაფერი და როგორ დაიწყო ეს ამბავი? რატომ მოინდომე ამის კეთება? ყველაფერი არის განვითარებადი, ასე ვთქვათ. სტაგნაცია და ერთ ადგილზე დგომა როგორც წესი მერე ცუდად თავდება. ამიტომ ის სამოყვარულო მისწრაფებები, რაც საერთოდ ყველა მეთევზეს აქვს ბავშვობიდან, ხო, მე მაგალითად ბავშვობაში სათამაშოების მაგივრად ანკესები მქონდა. სხვა სათამაშო არ მქონია რა, ხო. რაღაც გორში გავიზარდე მე და იქ ჩვენთან სპორტულ მაღაზიებში თუ გახსოვთ ხა თქვენ გეხსოვებათ საბჭოეთის დროს ჯერ კიდე ახალ ნემსკავებს რომ მიიღებდნენ ხოლმე უკვე ვიცოდი და ველოსიპედით გავიქცეოდი, ყიდულობდი, მაშინ შავი ნემსკავები და ესეთი ისინი კოჭები ახალ ბამბუკის ჯოხები, ყველაფერი მქონდა რა, რაც მაშინ ტივტივის თევზაობაში მოიაზრებოდა, მაგრამ მე უკვე როცა სტუდენტი გავხდი, მე უკვე როცა დავამთავრე, მოვინდომე რაღაცა უფრო მეტი, მე ინტერნეტი დაგვეხმარა და ნელ-ნელა ამას შეიძინა ეს სპორტული ჩარჩოები. მე უკვე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად მოვინდომეთ ფედერაციის დაფუძნება და დღემდე ესე მოვდივართ რა. ის გუნდი, რომელიც მაშინ ფედერაციას რა ქვია? საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია. ეს არის დიდი ფედერაცია, რომელიც აერთიანებს ფიდერის ფედერაციას, კარპ ფიშინგის, სპინინგის, ტივტივის, fly fishing-ის კლუბი გვაქვს, ფლეტის კლუბი გვაქვს. ყველა ვინც მერე უკვე დაკავდა ჩვენ მაგალითზე სპორტული თევზჭერით, ისევ ჩვენთან ერთად გავერთიანდით, დავმეგობრდით და მსოფლიო ჩემპიონატებსაც კი ვეწვიეთ უკვე არაერთხელ რა. ოჯახები ხართ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის რომ მასპინძლობ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ თევზსაც ვიხილავთ. კი, თევზი ბევრი ყავს და კარგი. რა ტიპის თევზი ყავს? ჩემი გაშვებული რაც არის 450 კობრია, 3-დან ზემოთ 19 კილოგრამამდე. რას ლაპარაკობ? კი, არის 10 პლუსები ბევრი ყავს. ვაუ. ამურია 220 ცალი, ეხლა უკვე ყველა 10 პლუსია. ნუ ყველას დიდ 15 და 400 იყო რომ რაც დაჭერილია და დარწმუნებული უფრო დიდებიც არის. ბევრი ლოქო ყავს დიდები, ჭანრები ყავს ალაზნის 400 ცალი. და კიდე ყველა მთელი ალაზანი აქ არის რა. მე მგონი ძალიან მაგარი სანახაობა გველის ხარ, რომ არ გადაახვიოთ, იყავით ჩვენთან ერთად და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რაც თავარია. არის თვითონ ფლეტი, ანუ method feeders, რასაც ვეძახით, ინგლისელებმა მოიგონეს ამ მეთოდით, ანუ feeder თვითონ ჯოხს წარმოადგენს, რა თქმა უნდა. და ეს ფლეტს, რაც შეეხება, ფლეტი არის ეს method feeder-ი, აი ეს საკვებურა, ეგრეთ წოდებული. ამაზე ზემოდან მაგდება დასაკვები, რაც ჩვენ მოვამზადეთ. და აქ დაუმაგდება, ახლა ავაწყობ სადავე და მოკლე სადავეთი ვახდეთ სატყვარას დამაგრებას ამ დასაკვებზე. ანუ რა ხდება? ამას ქვემოდან სიმძიმე აქვს, რომელიც წყალში ჯდება აი ამ ფორმით, ეს რო წარმოიდგინოთ. ანუ როგორც არ უნდა გაადააგდო, მაინც ასე ჯდება? ესე ჯდება კი და ზემოდან ექცევა ჩვენი სატყვარა, ეს იმედია თუ ცოცხალი სატყვარა არ აქვს მნიშვნელობა. ნუ ამ შემთხვევაში ვინაიდან ფლეტით თევზა უცუბთა იქნება ხელოვნური სატყვარა, ბოილი ან პაპი. და თევზი მიდის ინტერესდება სუნით, გემოებით უნდა დავაინტერესოთ და ახდენს აქედან კვებას, ანუ შესრულებას ამ საჭმელს და ამ დროს მიყვება ჩვენი სატყვარა თავის ნემსკავით. საკვებურებია, ეს გამოიყენება დასაკვებად. ეს რო მივიტანოთ კონკრეტულ წერტილზე. ესენი არის. აი, ესეთი ამბავი აქვს. აი ხა ეს ცალკე რომ მენახა, აი ნახდად ვერ მიხვდებოდი რა არის რა. აი, ეს არის ყველა განსხვავებული არომატი. ეს ნახეთ. ხო, ჩემამდეც კი მოდის რა. ხო. ეს არის ჭიის არომატი. ჭიის არომატი რას ნიშნავს ახლა თქვა ვერ ავხვდები სიმართლე რო გითხრა. ანუ ქართულად არის წარმოებელი კომპანიები თევზჭერაში ამზადებენ სხვადასხვა არომატის დანამატებს, რომლებიც გამოიყენება სატყვარაზე დასასხმელად, ან დასაკვებში დასამატებლად, რომელიც განსაკუთრებულად რაღაც კონკრეტულ მომენტში შეიძლება რაღაცა მნიშვნელობა მიაიღოს თევზის დაჭერას. პრაქტიკაში ძალიან მუშაობს.
უბრალოდ შენ უნდა გამოიცნო რაღაც კონკრეტულ მომენტში ნამდვილად ის არომატი. აი ხა ამ შემთხვევაში ეს არის ატმის და წიწაკის შეიძლება უყნოსო. შეიძლება ის ვაუ, მძაფრისუნი აქვს საკმაოდ. კი, საკმაოდ მძაფრისუნი არის. და საინტერესო ამავდროულად. ეს არის ნიურის. აჰა, ნიური მახსოვს მე წინაზეც გამოვიყენე. ეხლა გაჩვენეთ პრეზენტაცია. როგორ უხი. სათხოვარაზე დაწესების დროს თავადება წყალში. აი ესე ღრუბელს აკეთებს. საინტერესოა. წყლის მოძრაობასთან ერთად ეს იშლება და თევზისთვის რაც საინტერესო არომატიც იშლება და შესაბამისად ალბათ თვალსაჩინოც. ხო, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო უკეთესად ეტანება მე ამ მასას, ხო. ამ ღრუბელს ასე ვთქვათ. ვანილის არომატი. ვანილი მიყვარს. ვაუ, რა მაგარია. აი ეს არის სატყუარი. მაგას ყველას არ აჩვენებს. ანუ მართლა? შენი გვერდიდან გამომდინარე, ესე იგი გახსნა ყველას. ფლეტში ჭიები ოფიციალურ ტურნირებზე აკრძალულია. ანუ ცოცხალი სატყუარების გამოყენება არ შეიძლება. ვა, ეგ არ ვიცოდი. გამოიყენება მარცვლეული, ანუ მაგალითად ციმინდი და რა თქმა უნდა ეს მომზადებული უნდა იყოს სათანადოდ, რომ თევზისთვის აზიანი არ იყოს და გამოიყენება აი ეს სატყუარები, რომლებიც არის ბოილები, ბოილი ქვია. ეს არის ბოილი რატომ ქვია? ხო არ იხარშება შემთხვევით? რა თქმა უნდა, ეს არის მოხარშული ჯანსაღი ინგრედიენტებისგან შექმნილი პროდუქტი, რომელიც არის თევზისთვის საინტერესო. ყოველდღე თევზაობის დროს აუცილებელია, რომ კოჭაზე მუშაობდეს ქართულად არ ვიცი როგორ ქვია ფრიქციონი, რომელიც კორმაიცის ძალიან თუ დიდი კობრია, სწრაფად აღება და წაღება. თუ შენ ამ შემთხვევაში ეს ჩავკეტილი გვაქვს, ნახეთ, ძუა აქედან ვეღარ გადის. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თუ გაწყვიტა, კიდე არ აუშავს. ხო. თუ არ გაწყვიტა, ჯოხს წაიღებს რა. და შეიძლება მეთევზეც გაიყოლოს, თუ კარგადაა ჩამღაუჭებული, არა? ამ შემთხვევაში ყოველთვის როცა კობრზე ვთევზაობთ, ეს უნდა იყოს აუცილებლად მოშვებული. თევზაობის დროს, რომ როდესაც წაიღებს, აი ძუა თავისუფლად გავიდეს მაქოდან. კიო, ეს ჩემი მონტაჟი არის აწყობილი უკვე, ხო? კი, ეს არის ფლეტი, რომელზეც დასაკვები შეეზილება. შემდეგ არის წნული და შემდეგ არის ბოილი. ეს არის ვაფტერსი, ანუ ნახევრად პოპაპი. ანუ ოდნავ იქნება წამოწეული ფსკერიდან. საინტერესო იქნება. ისე მინდა მეგობრებო გითხრათ ერთი ძალიან საინტერესო რამე. ამ ყველაფერთან ახლა ახლოს რო ვარ, იმისთან არომატია, რაღაცა სასწაული რა, სულ გონია რომ რაღაცა აი კამფეტებიაო. ეს არის ამას აქვს ეგ არომატი ერთ-ერთი გამორჩეული კარამელის არომატი. აი ეს არის დანამატის საშუალება იმ საკვებზე, ხო? ვაუ. ძალიან მაგარია. თუ გინდა რომ გამოკვეთილად იყოს რაღაც კონკრეტული არომატი და ვიცით რომ კობს უყვარს ტკბილი არომატები ზოგადად, შეიძლება შეირჩეს კარამელი, მარწყვი, ანანასი, რაღაცა ესეთი არომატები. დღეს ალბათ მაგაზე გავაკეთეთ უფრო აქცენტს. გასაგებია. შეიძლება ვნახო ამის სუნი. ეს არის პელეცი ქვია. ვაუ, რა მაგარი სუნი. სხვილი ფრაქცია, ესეც კობს ძალიან მიმზიდველია კობრისთვის ესეც რა და ამიტომ აი ხავ ვცდილობთ რომ სხვილი ფრაქცია იყოს დასაკვები. რომ წვრილი თევზი მაინც მიდის. და წვრილი თევზი დიდ აი ამ რაოდენობას ბევრს ვერ ჭამს და კობრისთვის უკვე მისასვლელი ადგილი რჩება რა. წვრილი დასაკვებს უფრო სწრაფად ჭამს წვრილი თევზი და კი, კი. ამასაც გადაურევ შიგნით. იო. სანამ მარლენი და ლევანი ზოგად საკაცობრიო საკითხებზე საუბრობენ. კი ბატონო. შენ მოდი ეს ჩემი ყისმათი ანკესი. ამიწყე. აი ხა. დარწმუნებული ვარ რომ რაღაცნაირად, რა ვიცი, ცოტა ღმერთს გალობას ხუბებთან. ბიჭო, მეც რაღაცა ისეთი განცდა მაქვს რომ დღეს კარგად ვთევზავ. ნახო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მონდომებას არ მოვაკლებთ არა. ეჭვი არ მეპარება. მაგრამ გარანტირებული არაფერი, ეს არის სრულიად კი კერძოა, რა თქმა უნდა, კერძო წყალსავია, მაგრამ არის სრულიად ველური თევზი, ანუ
ხო, არ იკვებება, ხო? არ იკვებება ხელოვნურად არც ერთი ჭიქა აქ დასაკვები არ იყრება და იმიტომ რომ აქედან თევზი არ იყიდება პირველ რიგში თქო გააკეთა ეს ტბა სუფთა სპორტული თევზაობისთვის და ბოლომდე ხარდამჭერი არის ამ მიმართულების თემბო და მხოლოდ არის სპორტული თევზაობა აქ არანაირი წინასწარი დაკვებები არაფერი აბსოლუტურად არავინ არ აწარმოებს ძალიან კარგი ან ალაზნის თევზი შემოდის და შემოყავს რამდენადაც მე მახსოვს რომ იჭირენ რაღაცა კარგს და დიდს გადმოყავს ტბაში თენგომ როგორც აღნიშნა ნუ თელკახეთში რაც კი სერიოზული თევზი ყავდათ თქვათ ამ ბიზნესში ვინც იყო ჩართული ზოგადად თევზის ყიდვა გაყიდვის მომენტში თენგომ მოახდინა შეძენა დიდი ტროფეებზია საუბარი 3-5 კილოს ზემოთ და მოახდინა ამ ტბაში გაშვება რა ის რაოდენობები თენგომ თქვა ეხლა ზუსტად არ მინდა შეცდომა შევიყვანო კი რაოდენობები უკვე ნათქვამი არის საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობებია და რა ვიცი ეხლა დღეს თუ ცოტა გაგვიმართლებს მაგას დავამტკიცებთ. იო, მეცაც გეტყვი, რატო ცოტა, კარგად გაგვიმართლებს. ნახ, თევზაობა. წინა პირობა და განწყობა ეგეთი მაქვს. განწყობა შესაძლოა. ჩაწყობილი მაქვს მეთევზეების ღმერთთან, ასაბარაკობ. ხო, რაღაცა ის წინასწარი დალოცვები, რაღაცა ყველაფერი მოხდა. ჩავატა რიტუალი, ჩავატარეთ ჩვენ დილით. ყველაფერი. და დანარჩენი ხა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმუშავებთ, როგორ კონტაქტს დავამყარებთ თევზთან. პირველ რიგში რაც შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს ერთ მომენტში, მაგრამ რეალურად უნდა მივხვდეთ რა უნდა თევზს. ხო, ბიჭო, ანუ ესე იგი ადრე მანამდე მამაკაცებს დილემა გვქონდა და საზრუნავი და პრობლემა რომ ქალბატონებთან როგორ დავამყარებდით ურთიერთობას და როგორ გაუგებდით მათ. ეხლა კიდე თევზი დაგვემატა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ამას ცოცხლად თუ გადაყლაპავთ, სხვა ვერაფერი. კატა ვერ შეწუდა ძეხსაო. არასკევია დღესაო, მარლა. აი ბიჭო, როგორ უნდა თევზაობა, შენ რომ მან ზიხარ და საათობით ელოდები ძმა. აბა რა. აი? დიახ. ნელ-ნელა იზრდება ზომები და მერე მივალ დიდ ეგზემპლარებთანაც. ამ თევზაობის პლუსი რა არის, რა რომ ისვენებ ერწყმები ბუნებას და ამავდროულად სულ დაძაბული ხარ, იმიტომ რომ თუ დაძაბული არ ხარ, იყო აქ ერთი შემთხვევა რომ 2 წამით დააგვიანა, გიომ და ჩაგიწყვიტა, ხო თუ რა ქნა გიო? ჩამიწყვიტა და ლევანიკას ეგრე შეიტანა, ესეთაც გიძე რომ ვეღარ გამოვხდით. აი, ამიტომ იყავით ყურადღებით თევზაობის დროს, ძალიანაც ნუ მოდუნდებით. აუ, ეხა მზეში გაგვიწყდები. არ ვიცი, ჩვენ სადოზავთ, ასე. აი. აბა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, სამწუხაროდ ჩამიწყდა, ასე ვთქვათ, ტივტივა. ხო და ეხლა ვეწყობით ეგრეთ წოდებულ რა ქვია, დონკა ქვია თუ რა ქვია მაგას? სკერული არის, ანუ ესე რომ ვთქვათ, სკერული და ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ დავაწყოთ
ფიდერის მონტაჟს. აჰა, გასაგებია. ეს ადგილი დაკვებილი გვაქვს კონკრეტულად ეს ადგილი და დიდი შანსია რომ ეხლა აქ ფსკერიდან კობრი ან რამე ჭანარი თუნდაც რაღაცა სერიოზული ეგზემპლიარები. ნუ მოგლეთ ჩვენ სურვილი არის სერიოზული ეგზემპლიარები და განახოს და ვეცდებით. ნახეთ რომ ვიჭერთ. ხო, წვრილი თევზს აქტიურად ვიჭერდით, ეს ფაქტი იყო და მე ეხლა სურვილი გავუჩნდა უფრო მსხვილ ეგზემპლიარებზე. დასველება სჭირდება რომ კვანძი კარგად გაიჭიმოს. მე როგორც მახსოვს გონი მაგას კიდე ეძახიან დაწვა რომ არ გამოიწვიოსო მაგიტო ასველებენ ხო? არსებობს ესეთი ტერმინი? ესე არ ვიცი, უბრალოდ კვანძი კარგად ჯდება ერთმანეთში დასველების შემთხვევაში. უფრო მჭიდროდ ჯდება და გახსნის შესაძლებლობა უფრო ნაკლებია. Ну აქ გვაქვს დაწერილი თურანემსკავია ბრენდი, ზომა, სადავის სისქე და სადავის სიგრძე. ამას შეთვითონ ვიაკეთებ ხოლმე ლევან. კი, წინასწარ ვამზადებთ, რომ მე აქ არ მოგიწიოს დრო არ კარგო მომზადებული. წინასწარ გაქვს მომზადებული საორიენტაციო დიცი დაახლოებით. რა თევზზე თევზაობ, რა სიგრძე დაგჭირდება, თუ საჭირო არის დააგრძელებ, ან დაამოკლებ. მაგრამ რაღაცა სტანდარტული ზომა პრაქტიკიდან გამომდინარე გაქვს გამზადებული. ვა, ეს ეხლა რომ ძალიან შორი აღარ არის, ცოტა ალბათ გამიჭირდება. ალბათ გაქნევით უნდა ჩავაგდო რა. ჩვენ იდეა შორს არ გვაქვს. ხო, აი გაქნევით უნდა ვცადო ალბათ რომ გადავაგდო იქ რა. მე მგონი ესე მოქნება უფრო ჯობია? ჯობია, კი. აი მაშინ ცოტა ძალიან სუბუქა. ხო. ხო. ესე ცოტა არ იქნება კომფორტული. ხო რა. კი. ჯიმია და გაგიჭირდება გადაგება. ძალიან სუბუქა. ძალიან გათვლა უნდა ეხლა ამას, აი. ძალიან სუბუქა. აი გა. ცოტა შორს არის, მაგრამ მოუწიო? თუ არ ივარგებს. კაი, ეს უკვე დაჭიმულზე დავტოვო, როგორც მაშინ ვაკეთებდით წალკაში, ხო? უკან გამოხაჭიჭო. მე არ ექარო, გოგა არ ექარო, ფიქციონია კი, დაიქარო ფიქციონის ამბავში. არ გაუწყვეტ. რას ქვია უძმით რამეს და დიდი თემა ხო იქ დაგიწყოს აიღებს ანუ არ გაგიწყოს. პატარა უგარები არის. მოდი მამასთან, მოდი. ვა, რაღაცა კარგად ზის ხო იცი? რაღაცა მე მგონი ამ ხელამე ჯერ არაფერი არ დამიჭერია. ოპა! რა ეგონა მაგას? ჯადოუში ცოტა. გაიცადე. აჰა. აი ეგ. ხელაფერია. ამ ფასო დავაპარიშ, გონი ჭიანჭერად დაესია. გოგა, აბა შემოახედე? აი. ვა, რა მაგარი არის? რა კაცია, თავისი ულვაშები რო აქვს. ულვაშები მაქვს. აპაპაპაპაპაპ შენით. რაღაცა აი ხო აი კარფეხზე მოვედი რა. აი ესე იგი მთელი სპეცოპერაცია ტარდება თევზის სწორად ამოყვანაზე. ნახე. მე ვხედავ. აი ბიჭო, რა მხელა. ო ვაა, მშვენიერი. ძმა, ეს კი არის ალბათ ერთი 20 კილომდე ბიჭებო. 20 არა, მაგრამ 3 ლავარია. ბრიშ. აი სამურმა, მარტო სამურს. რაღაცა სამური განცდებია, ხო? ხო, ბოდიში ბატონო, ბოდიში. მაგარი კაცია, ვიდეოს გიგებ. შვენიერი. ხა ჩავაბრძან. არა, ერთიანად. ერთიანად გავუშვა. რამდენ ხანში ერთხელ უნდა ესე გადამოწმება ხოლმე? დაუშვათ არ არის ჩარტყმა, სიტყვაზე ვერ ხედავ და აი ხა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ როცა არ არის აქტიური თევზაობა, ალბათ უნდა დაველოდოთ 15-20 წუთი. დიახ. ხო და რაღაცები უნდა ვცვალოთ, რომ რაღაცა გასაღებს მივაკულიოთ, რითიც შეიძლება რომ დავაინტერესოთ, ხო? დავაინტერესოთ. აი ამ შემთხვევაში აი სათუარა აღარ არის ეს. ხო. ხო, ამ შემთხვევაში წვრილი თევზი აქტიურობს და შეიძლება გააძროს ხოლმე რა და ეგ ამბავი მაინც გადასამოწმებელია. კარფიშინგის დროს ადრე კარფიშინგში ვიყავ რა.
თევზაობდი. კარფიშინგში მე გადმოვედი უდროობის გამო ფიდერში, თუმცა არანაკლები დრო სჭირდება ფიდერსაც. ხო და კარფიშინგში შეიძლება რომ რამოდენიმე საათით დატოვა 2-3 საათითაც კი რა და იქ შესაძლებლობა გაქვს 3 ჯოხი გაქვს და ამ 3 ჯოხით თვლი სატყუარებს გაქვს შესაძლებლობა რომ უფრო ხშირად ტესტო და ამოწმო და მიაგნო რაღაცა იმ კონკრეტულს რასაც იმ პერიოდში თევზი აიღებს და ეხლა ჩვენ არა გვაქვს მაგის შესაძლებლობა და ზუსტად იმ მოკლე დროში უნდა შევძლოთ იმ სატყუარის მოძებნა, რაზეც შეიძლება თევზმა იაქტიუროს. გასაგებია. გვიწევს მოკლე დროში ცვლა. გასაგებია. აი ასე როგორ ამჩნევთ გაფიცებთ. იქიდან გამომდინარე როგორ მოდის როგორ გებძვის? აი აქ არის, ეხლა ჩვენს ფეხებშია. გოგა. შენი? ჩემ ჯოხს მოიცა 10-10. აი, აი. ხო. აქ მოიყვანა. ხო და შენი ხო არა მოვიგო მე. თუ ბარემ შენ ამოიგო შესაც. მოიცა გაკაჩს აიღოს. შვენიერი ნადავლი. ბატონო. მე რას მივუცევ, კაცო? ჩემი სახელი ქვია ამანკეს. აღარ მოხვედი და გადავაგდე. სწორად ქენი, კაცო. ანუ ეხა შენ უცდი, სანამ ის ძალიან ეჭიდავება? ხო, აი უნდა გაკაჩოს აიღოს ქვივერი. და მაგდროს უნდა წამოიღო. აი ნახე, წაიღო და ხავს სიმჯოთ. და ბიომაც დასვა. ხედავთ რა მაგარ ფეხზე მოვედი, შემოვედი თუ არა ამ პირსზე თუ რაც ქვია. ეგრევე წავიდა. აი ეს არის პატარა კარპი არა ის საზანი. გოჭა, ეგრეთ წოდებული. ოპა. შვენიერი. გილოცავ, გიო. პატარა კარპი. აი სუფთა კლასიკურათა გამოდებული ნახე ქვედა ტუჩი. როცა იდება ესე იგი ყველაფერი სწორად ხონდა მონტაჟი. შვენიერი. აი ეხლა აი ნახეთ ჯოხის წერის მიმართულებით მიწები სად არის, რა? ხო. არა ერთმანეთშია, ხო, თევზია? შენ კონცენტრაცია შენსაზე გააკეთე. ვიდ მიეხმარი. GoPro არა მაქვს ჩართული. მე გიღე. გიო, აგერ არის ფეხებში. აგერ არის, აი ჩემთან. ამ ნელა. ნელა, აქეთკენ მოწიე მალენ? აჰა. ბიჭო, როგორ ჭიდაობდა? ხო, აბა რა სიზამდა, თო? რაღაცა ისეთი წამოვიდა, მალენმა დაიჭირა ლევას რაღაცა დინოზავრი უზის. ეს არის სპეციალურად. აი ნახე როგორ გამოაძნებს კაბი. მაქსიმალურად თევზი არ დაზიანდეს, ხო? სანამ ჩვენ ანკესებთან გავარდით, იმიტომ რომ სამივე ანკესმა ერთდროულად დაარტყა. ატამ იხელთა დრო და ჩემი და მარლენით წვალებით და შრომით გაკეთებული თევზი მალე ნახე ნახევარი გავიდა უკვე ბოლოში. შეარგოს ვერცრაგას. ხო, მაგრამ ჭანარი რო არ შეარგოს, მე თვითონ შენი რაღაცეებს უიჭერდი, ის არ შეიძლებოდა. მაგრამ ის ხო უკვე ნაჭამია. ის ნაჭამია. ის ნაჭამია და ეხლა მაგას მიაგდა რა. ამას გაღლებოდ. ეხლა ცოტა ხანში დაგიღროს და გეტყვის რომ გაანებე თავი ჩემია. ესეც ჭანარი ალაზანიდან ჩვენ მქონდა იმის ბედნიერება რომ გვენახა ბიჭებმა ითევზავეს ჩვენმა მეგობრებმა დაიჭირეს. ეხლა კიდე მეორე პარტია შემოგვამატა კარგმა კაცმა. ხო, ლოკო ჭანარიო როგორ ამბობენ, ესე ლოკო გვინდა ეხლა რა. ლოკოს და ეგ არის. ოდნა ამოწი და ჩავსო. ჯოხი აწი, ჯოხი და ეგ. ოპა. ხო, ეგ ორი. რა ეგონა მაგას. გამოდი. აუ რა მაგარი წვერი. რა ვქენი? ჯოხის არ გავდო. ბოდიში. გიო ნახე ერთი რა ტიპია. მოკლედ რა ბიჭო აი ეს ქაოსი. უკვე დაღლილი არის, ბიჭებო დავღალე. დავაი, აბა. როგორც არა და ბიჭო აი რო შეხედავ ძალიან დიდიც არ არის და ამ დროს როგორ გეჭიდავება, ხო? აი ნახე რომ მიეძებს.
ეგეც ფილად ჯოხსანი. ნახე რას ხტუნაო. წელქია? ნახე ბიჭო რა ხოძე არიან იმინა და თან დამთხოვა ხო გინდა რომ 2 ხო იყო ხო ეხმარებოდი და მესამე კინაღამ წაიღო ანკესი ძულვის მოვასწარი ხელით დაჭერა. რაო გოგარაო? დიდი არისო? აი ნორმალია. პატარებია ძალიან. ნუ ეგ თქვენთვის და აბა ეხა მე მკითხე. მინდა რომ რამე კარგი დაიჭირო. ორი კარგი დავკარგეთ. ორი კაი. ერთი გამიგლიჯა ვაფშე საიღო ყველაფერი. შვენიერია. ჩვენ გამარჯობა. ვალეჩიკობთ ხოლმე გიყურებთ და ძალიან ხოხარული. აგერ ანკესებსაც გადაუღეთ რომ ხალხმა არ თქვას რომ რას ქვია კაცო ვინ რა უნდა თქვას, ვინ რა უნდა გვაკადროს. აგერ ესე იგი სამოყვარულო სანამ ჩვენ ბაზო თევზზე ვოვდით, ბიჭები აი აგ 100 მეტრში ალაზანზე თევზზე ვოვდნენ და 80 მეტრში. ნახეთ რა ნადავლი აქვს. ჩვენც ჭანარი, ჩვენი ბიჭების დაჭერილები და იმას მე მოგამზადებინე. ესე იგი რა ჯობია მარილიან წყალში მოხარშულ ჭანარს. შეიძლება შემწვარი ჯობდეს. აი დღეს უნდა გავსაზღვროთ ჩვენგო რა. ყველაზე საინტერესო ის არის რომ ეს ადგილი გვაძლევს საშუალებას რომ გნებავთ ტბაზე ითევზაოთ, გნებავთ ალაზანზე ითევზაოთ. ვის რა თევზაობა მოწონს ისე აი ეს მონაკვეთი ალაზნის. ეს ყველა მეკითხება ხოლმე შამაია თუა, შამაია თუა. რადგინდა შამაია, როცა არის ჭანარი, ლოკო და კობრი. შვენიერი. აი ამ მონაკვეთზე, აი ჩვენი ტბის მიმდებარე მონაკვეთზე აი ეს თევზი არის ჭარბად. აქ არ არის ბრაკონიერობა, აქ ვაკონტროლებთ მაგ თემას. ძალიან ისეთი ყურია, კლდოვანი ნაპირი აქვს, ამოსასვლელი არა აქვს. ეხა ბრაკონიერი სადაც ამოსასვლელი და გასაქცევი არა აქვს, იქ ერიდება. არ ჭაჭანობენ რა და ამიტომ თევზის კონცენტრაცია მაღალია. ჩვენი თანამშრომლები ჩადიან, სადილად ჭანარი რო უნდათ, ერთი კალია უნდა მოაბა და უკვე მზად არის. ესე იგი ნატურალურ კვებაზე არის ჩვენი თანამშრომლები. ჩვენთან აქ 15 კილოიანი ლოქოს დაგვიჭერი, 10 კილოიანი ლოქოს დაგვიჭერი. კობრები არის. ესე იგი აი ტბის კობრი დაუშვათ რომ შეხედავ, აი ვთქვათ კობრი არის 60 სანტიმეტრი, ხო? გონია რომ 7-8 კილო გამოვა რა. აწონინ 4 კილო. ალაზნის კობრს აი ამ ხელას. სულ სხვა დატვირთვა აქ წონას, ხო? არის 4 კილო 5 გირივით არის რა, ისეთი კობრი. საინტერესოა, აი გამსმენია. კუნთია царელია დინებასთან, ჭიდილში და იმაში. ეხლა ზუსტად ერთი თვის მე მგავს царელი კუნთია. ერთი თვის უკან ზუსტად აქ ბიჭები იყვნენ სათევზაოდ და თან ისინი იყვნენ სერიოზული მეთევზეები და მე ვთხოვე დიდ თევზს თუ რამეს დაიჭერთ მეთქი ტბაში უნდა გაუშვათ თქო და 14 კილო და 900 გრამი იყო ამური ღამე 10 საათზე ამომიყვანეს და ტბაში ჩამისვეს. ჯიგრები, მადლობა მაგ და მადლობა შენ რომ აი ესე ზრუნავ რომ ეს ტბა უფრო მომზიდველი და მიმზიდველი უფრო სწორად. ჩვენ გვექნება მიმზიდველი ევროპული ტიპის ტბა, სადაც გვეყოლება ძალიან დიდი ეგზემპლარები. ეს ადამიანები, ვინც აქ მოვლენ, ვინც ჩვენ ფილოსოფიას გაიზიარებენ, ვინც ჩვენ წესებს დაემორჩილებიან. არა, მიიღებენ ხა დამორჩილება რა. მიიღებენ ჩვენ საზოგადოებაში შემოვლენ. ეს ტბა ძალიან დიდ სიამოვნებას მეანიჭებს ყველას. აქ არდებს არც კომერცია, არც არაფერი. ეს არის ჩვენი უბრალოდ იდეა და იდეალებია ჩვენი თორე ხა. გაიხარ. აქ თევზაობით ვერავინ ფულს ვერ იშოვის, ეგ გამორიცხულია. აქ მხოლოდ ესეთი საძმო შეიქმნება, კლუბი შეიქმნება, სადაც ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული ადამიანები იქნებიან. გაიხარ. ეს ტერიტორია მაგათი იქნება. გაიხარ. მეგობარო, შენ რა ქვია? შოთა, ფერიკა. შოთა. ძალიან გამიხარდა რომ ჩვენი მაყურებელი ხარ და ჩვენი გამომწერი ხარ, რა გვარის კაცი ხარ? ფერიკაშვილი. ფერიკა, გვარი ჩვენიერი გქონია. წარმატებები შოთა გამიხარდა გაცნობა და ეს ერთი და სხვა მრავალია როგორც სიტყვა. ამით დავასრულებთ ჩვენ დღევანდელი თევზაობა, კინაღამ კიდევ თქვი ნადირობა თქო. ხო და ამისათვის გემადლიერებით ბიჭებო რა. ძალიან დიდი მადლობა რომ დღევანდელ დღეს ესეთი პატარა დღესასწაული მოგვიწყეთ. რა რაოდენობის თევზი დავიჭირეთ საბოლოო ჯამში? რაოდენობა არ დაგვითვლია. ეხლა ვნახოთ რამდენია. აბა ვნახოთ მაშინ. ბიჭო, რამდენი თევზი დაგვიჭერია და რამხელები ყოფილი? ამ დაჭერის მერე რო ვუშვებთ, არ ზიანდებიან თევზები? თუ ჩვენ დაჭერის პროცესში
დავიჭერთ ისეთი წესების დაცვით, რომ თევზი არ დაზიანდეს. დიახ. რა თქმა უნდა, არ დაზიანდება. ანუ სპორტული მონტაჟები ზუსტად ამისთვის არის, რომ თევზი იყოს უსაფრთხოდ დაჭერილი და შესაბამისად შენახულიც უსაფრთხოდ. აჰა, გასაგები არის. კარგი, მოდი ალბათ უკვე უნდა გავუშვათ, ხო, თორე მეწოდებიან რა, რაღაცა ისე სუნთქავენ, აშკარად უჭირთ და ალბათ ჯობია გავუწყოთ. ყველაზე დიდი დავიწყოთ. დაიჭირა იმან გავუწყოთ. აქედან ცოტა არაკომფორტული იქნება, მაგრამ შეგვიძლია ნელ-ნელა ჩავაცუროთ. ანუ ჩაგდება არა? არ შეიძლება ჩაგდება რაღაცნაირად ფრთხილად უნდა ჩაუშვათ. ბატონო. თუ გავუშვებ, მე დაიჭერო თითოს. მართლა? აი, ცოტა აი! ძალიან კარგი. ძალიან კარგად გავუშვით. აი შემი გასაშვები გასა. იმიაციბე ბაშოი რიფი, ხო? კარგი, გიო, მივწიოთ ეხა იქ და ნელ-ნელა ჩავაცუროთ. ჩავაცუროთ. რაოდენობა სათვალე? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ცალი არის საკმაოდ კარგი ეგზემპლარები. აი ნახე დაიჭირე და ლამაზად გავუშვე. აბა მიდი. ყოჩა, გამეორე. მეორე ყველაფერს მე მაკეთებ. რა გაგულა ხაი ბინა. ხო, ხო. კარგი. თენგოს მადლობა, აუცილებლად თენგო. შემოდი კადრში, შემოდი. მოდი, გაგვენახე. ჩვენი მასპინძელი. არა და გადაუხადეთ მადლობა. კიდევ ერთხელ გემადლიერებით თენგო ამისათვის და ერთი ესეთი კითხვა მაქვს რა. ყველას ხელეწიფება თუ არა აქ შემოსვლა და თევზაობა. თუ სპორტულად მოინდომებს თევზაობას. როცა დაფუძნდება საამური სპორტული კლუბი, დიახ. აი იქ გაწევრიანებული ადამიანები, ვინც ჩვენ ფილოსოფიას, ჩვენ წესებს გაიზიარებენ, ჩემი თავი ინაცვლავთ რაზე ავაპარაკე. კლუბური სისტემა და არა მხოლოდ თევზაობა. პიკნიკები, ოჯახთან ერთად ჩამოსვლა, აქ ღამე დარჩენა, ყველაფერი რაც კი არის ამ ტერიტორიაზე სასიკეთო, ყველაფერს გამოიყენებს და ყველაფერი შეუძლია თავის სასიამოვნოდ გამოიყენოს. არლენ ჩვენ მე მგონი სეზონური აბონემენტი მოვიგეთ. მადლობა დიდი გუჭებო. კარები ყველას დიდი მადლობა გენეთ. ძალიან დიდი მადლობა. მოგლეთ, ჩემო მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, იყავით ჩვენს გვერდში და რა ვიცი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, ყველაფერს ვნახავთ და წავიკითხავთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით მეგობრებო, კახეთის ულამაზესი ადგილიდან, რომელსაც ქვია ძალიან საინტერესო სახელი. რა ქვია ამ ტბას? საამური. საამური და მართლა საამური დრო გავატარეთ დღეს მე და შენ. რატო ქვია საამური? იცის ჩვენ მამაყურებელმა თუ ჯერ არ გვიტყვა? მაიქ საინტერესო იქნება მე ვფიქრობ ყველასათვის. და აქვთ კახელებო თქვენი ვერსია, რატომ ქვია საამური? ჩვენ ვიცით უხუცესი ადამიანისგან, რატომ შეიძლება ერქვას ტბას საამური? აბა წნურის მოსახლეობას განსაკუთრებით ალბათ გაუმარტივდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ალბათ კახელებმაც იციან პრინციპში, რა. ისე რატო ქვია, მოდი ახლა მეც მითხარი. რაღა გამოვა ეხა თუ გითხარი? მოდი მითხარი მაინც. არის ესეთი ვერსია, რომ ადრე ალაზანს ერქვა საამური. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტბა არის ძალიან ახლოს, სულ ალბათ მაქსიმუმ 100 მეტრი არის ალაზნიდან, შესულა ალაზანია. დაარქვეს ძველი სახელი საამური. აღორძინა, ასე ვთქვათ, თენგომ ჩვენმა მეგობარმა. ძალიან დიდი მადლობა თენგოს იმისათვის, რომ მოგცა იმის საშუალება დღეს ასეთ სასიამოვნო დრო გაგვეტარებინა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ხალხო, თქვენ უკვე ნახეთ, რომ უმრავლესობა ჩვენი დაჭერილი თევზებისა გაშვებული არის და არა, პატარა შესწორება. ყველა ჩვენი ყველა პრინციპში გაშვებული არის და ჩვენს მიერ დაჭერილები ხო? ჩვენს მიერ დაჭერილები რაც ტბაში დაუჭირეთ და რაც ჩვენმა მეგობრებმა ალაზანზე დაიჭირეს. ჭანარი ხო? უგებრიელეს თევზი იქნება მეგობრებო, დაარჩით ჩვენთან არ გადაახვიოთ, ნახავთ მაგარ კულინარიას. მაგრამ მე ამაინტერესებს, სად არის თევზი? თევზი იქნება დამალული ამის ქვეშ. ამოიღე. ამოვიღო, იმიტომ რომ
ხო ნახეთ კატამ რა იყის რა. აბა ბიჭო. აჰა შენ თევზი. შეგენაცვალე რა. მალენ მარტივად ხნათ ხო ალბათ აბა როგორ უნდა ვქნათ მითხარი? გავჭერა, აი ფარგა როგორც გავაკეთე გახსოვს? ფარგა გავაკეთეთ, მენაში გონი შუაზე ესე გავჭერთ. შუაზე გავჭერათ, კარგად დავამარილოთ. იქიდან გამომდინარე რომ ვამზადეთ ცეცხლზე და ეს არის შუააზიური ტექნიკა, ასე ვთქვათ, მომზადების უსტარულად გაკეთებული, მაგრამ მაინც შუააზიური ტექნიკა არის, ტექნოლოგია. კი, და ძალიან ეფექტურად გამოიყურება. გადასარევად მზადდება აქ ბოსტნეული და შენ რო იცოდე ხორცით, თავისი ნევრებით, ხახვებით კარგად ერევა და მიყვარს ამაზე მომზადება მგავ. თევზიც გადასარევად გამოვა ეჭვმა. მოდი ვცადოთ. აუცილებლად უნდა ვცადოთ. ეხლა მე რას ვკითხულობ, ვიცი გოგა? ეს უკვე ხო, ცოტა ჭირდება კიდე გასუფთავება. ოდნავ ჭირდება გასუფთავება, რაც დაგვრჩა და ეს შეგვიძლია მოვაცილოთ, შეგვიძლია არც მოვაცილოთ, ძალიან რო არ ვიწვალოთ. რესტორანში ხო არა ვართ, არა უბრალოდ შუაზე უნდა გადაუჭრათ რამენაირად მე და შენ. ეხლა. და უნდა ვეცადოთ, რომ თითები არ მივაყოლოთ. აი ეს არის ახლა ჩვენთვის იდეაფიქსი. თავარი იდეაფიქსი, კი ბატონო. თავი არ მოვაჭრათ. თავი, მე ვიფიქრე რომ მე შუაზე ხო არ გადაუჭრა ესე და უნდა გადაჭერი შუაზე, რა ვიცი, მე მგონია რომ ჯობია მოვაჭრათ. კარგია რომ გიყვარს თავი, შეგვიძლია ცალკე შევწყვეტ. მაინც მოვაჭრა? ბიჭო, მე მგონია რომ უფრო ესეთი ეხა ნახე დილემის წინაშე ვართ. ასევე დავტოვოთ თუ გავჭრა შუაზე. მე შუაზე ვჭრია ესე ნახე. აი ბატონო. სუდიკია გადასარევი იქნება, რატო იქნება სულ? არა. აუ რა კაი სუნია, ბიჭო. ჯერ არ მომზადებულა და უკვე გემრიელი არის. გაგიკვირდებათ და თევზის სუნი აქ. აი ესეთ ხერხი მალზე მინდა რომ ჩაუჭრათ ჩემი ჭკუით რა. არ გამოგივა. არ გამომივა? არა. აი ჭანდაბას მაშინ. ძალიან მომეწონა ეს კასრებიც, მალენ რაღა დაგიმალო და. დიახ, მეც რომ მომეწონა, იმიტომაც შემოგთავაზე. მეთქი აქ ხო არ გავაკეთოთ, მეთქი ჩვენი კულინარია თქო. ხო, მალე. ხო. მე თევზებზე გამახსენდა. მოდი ვისარგებლოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ ჩვენს გიორგის და ლევანს, რომლებმაც ძალიან მაგარი თევზაობა გვაჩვენეს. თევზაობა გვაჩვენეს და მოგვიწყვეს საერთოდ გვასწავლიან, არ გვიბრაზდებიან მიუხედავად იმისა, რომ 1000 სისულელეს ვაკეთებთ ჯერ იმიტომ, რომ დამწყებები ვართ, მაგრამ ნუ რა სიზამ. მოთფინებით რაღაცა გაუფუჭე იქ ანკესი გაუტეხე და აი ბოდიშით ბიჭებო და მადლობა. მე მოვრჩი. მეც ვამთავრებ. არ ამთავრებ, შენ თავები გაქვს და მისახედი, აი. შენ ხარ თავების მბრძანებელი. მინდა გითხრა, რომ შენ უფრო ლამაზად გააკეთე და ისე გულისხმურით. რა? თევზის დაჭრა. თევზის დაჭრა. ოპერაცია თევზი. მალენ, რახან მე და შენ მოვრჩით თევზის გასუფთავებას, შემიძლია შემოგთავაზო მოვლენების შემდეგი განვითარება, სცენარი. მე შენ ახლა მოგცემ ჩემ თევზსაც გადმოგიდებ. შენ ეს თევზი დაამარილე, მე ამასობაში ავიღებ ზეთს და მოვასხამ ჩვენ ტაფას. კი ბატონო. მე იმიტომ რომ ზეთი უნდა ბევრი თან. შენ დაზეთე. შენ დაამარილე, მე დავზეთავ. უკაცრავად ზეთი სად გაქვს დამალული? აი, ეხლავე. რა პრობლემა. ზეთი ბლომადუკენი არ დაგენანოს? კი, ზეთი ძალიან ბევრი უნდა. ეხა ამასობაში ეს ზეთიც წამოდუღდება. ერთადერთ რამეს ვერ ვიგებ. რატომღაც მგონია რომ უფრო მოხარშულის შესახედაობაზეა ყოველ შემთხვევაში ვიდრე შემწვარის. ეხლა მე რომ მკითხო ამას 3-4 წუთზე მეტი არ უნდა. ეს უკვე მზად არის სინამდვილეში, ხო, მაგრამ დავბრაწოთ. მინდა რა. გოგა მოგა აქ. მომაქვს შენთან პირდაპირ, იმიტომ რომ შენ უნდა მოგაწოდო და შენ უნდა ჩადგა. რაღაცა ისე გამოვიდა, ხო ვიცი? მართლა? ესე იგი, ჭანარი
გოგასეულად და მარლენისეურად? თუ რა დავარქვათ ეხა არ ვიცი, ჩვენ კი გვინდოდა რომ შეგვეწვა, მაგრამ მე მგონი უფრო მოვხარშეთ. ეხა თქვენ დააგემონეთ და ნახოთ რა გამოგვივიდა რა. მოკლედ თუ არ მოგეწონებათ, პირდაპირ გითხარით. არ დაგზოგოთ. ალაზნის ჭანარი როგორც ნუ დაიყოს. კი ბატონო. კი ბატონო გეთანხმებით. არა გვაქვს. მოვიდანთ, კი ბატონო. გადაიღეთ რა ბიჭებო, მივთვით რა. მადლობა. პურა არომატი აქვს. არომატი აქვს.